მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგზანდით დამითმეთ დრო. მე ვარ ნინო ჭანიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატი, ნომერი 7. უცხო ფიგურა თქვენთვის, რომელიც წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესს. ჩემ პროგრამაში შედის დასაქმება ყველასთვის. რა თქმა უნდა, ეს ისეთი საკმაოდ გაცვეთილი სლოგანია, მაგრამ ჩვენი ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციას პრაქტიკულად 270 ქალაქში, ამბიციურ განაცხადს აკეთებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ჯგუფი მოვა ძალაუფლებაში, იმ შემთხვევაში თუ მე ვიქნები არჩეული საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს ექნება შანსი და რეალური საშუალება გავიდეს გლობალურ ბაზარზე და თქვას ქართული სიტყვა გლობალურ ბიზნეს სამყაროში. რა თქმა უნდა, ბიზნესი არ არის უშუალოდ პოლიტიკური მესიჯი, მაგრამ დღეს საქართველოს პირველ რიგში ესაჭიროება დასაქმება. დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება თავის მხრივ მოიტანს, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად უფრო რეალურ პოლიტიკური სტაბილურობის შექმნის სიტუაციას, შანსებს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ასევე ტერიტორიალურ თლიანობაზე, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ კონფლიქტური ზონების მოგვარებაზე, მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე, სხვა შემთხვევაში კაპიტალისტურ სამყაროში გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს ჩვენ გვაჩვენა 20 წელიწადმა. რაც შეეხება ჩვენს პირადად ჩემ ჯგუფს, მე გახლავართ გლობალური ბიზნეს განვითარების ცენტრის პრეზიდენტი ამჟამად. ჩვენი ორგანიზაცია ერთგვარი სოციალური ქსელია, ერთგვარი კომერციული პალატა, რომელიც წარმოადგენს, როგორც მე უკვე ვახსენე, 270 ქალაქს და მუშაობს 25 მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ჯგუფში შედიან ინვესტორები, ჩვენ ჯგუფში შედიან მეწარმეები, ჩვენ ჯგუფში შედიან საკმაოდ ცნობილი ბრენდები და ამბიცია, რომელმაც მე გადამაწყვეტინა კენჭი მეყარა საქართველოს პრეზიდენტად, სწორედ ჩემი ჯგუფის მხარდაჭერიდან მოდიოდა. ჩვენკენ არიან საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენები საქართველოში, საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენები საზღვარგარეთ, რომლებიც დაგვეხმარებიან ვათქმევინოთ საქართველოს ქართული სიტყვა, დავიჯეროთ, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, აღარ ველოდოთ შანსებს, დავიწყოთ დღესვე და დავამტკიცოთ, რომ მომავალი ნამდვილად ჩვენია. სამწუხაროდ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ გვიან, აგვისტოს ბოლოს, რომ მიგვეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაგვიანეთ კამპანია, მაგრამ ის, რამაც გადამაწყვეტინა მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, იყო შეგრძნება როდემდე უცადოთ ცვლილებას. მე ვერ დავინახე რეალური ცვლილება და არც მე და არც ჩემ ჯგუფს არ მოგვინდა კიდევ 5 წელიწადი დავლოდებოდით თეორიულ თუ რეალურ შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ცვლილებები, რომლებიც საბოლოო ხანში მოხდა საქართველოში, ჩვენი პრემიერ-მინისტრის გამოჩენის შემდეგ, ნამდვილად არის გარკვეული წინსვლა თავისუფლების და იმედის, მაგრამ რეალური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, უფრო მეტი რეალური ნაბიჯია საჭირო და აი ამან გადაგვაწყვეტინა ჩვენეს და ჩვენ დავიწყეთ გარკვეული შეხვედრები და გარკვეული, ესე ვთქვათ, PR კამპანია საპრეზიდენტო, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე მოკლე დროში ამაზე მეტად ვერ მოვასწარით, ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ შეხვედრებს, ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ მონაწილეობას, ჩავატარეთ გარკვეული კვლევები, რომ გაგვეგო რა სურს ხალხს
იქიდან გამომდინარე რომ მე არ წარმოადგენ არც რეალურად მოთამაშე პოლიტიკურ პარტიას დღესდღეობით ქართულ ბაზარზე, ამიტომ მე გადავწყვიტე ვიყო ქართველი ხალხის პოლიტიკოსი. ანუ მე მინდა მივიღო თქვენი შეკვეთები, თქვენი დაკვეთები, თქვენი მესიჯები, თქვენი დარდი, თქვენი წუხილი და შევეცადო რომ ჩემ ჯგუფს, რომელიც საკმაოდ დიდი ძალით მოღვაწეობს დედამიწის პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ესე ვთქვათ, გადავუმისამართო თქვენი მესიჯები და ვთხოვო, დავალალო, გაუწიო კოორდინაცია, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ ეს პატარა საკმაოდ საინტერესო ქვეყანა გლობალური პერსპექტივიდან დანახული დავანახოთ და დავაინტერესოთ საერთაშორისო ბაზარი, გლობალური ბაზარი და ავამოქმედოთ თავისი სრული საშუალებებით, სრული რესურსებით. დღესდღეობით რესურსებიდან ჩვენ პრაქტიკულად, ჩემი დანახულით, პრაქტიკულად თითქმის არაფერს არ ვიყენებთ. მე მინდა რომ ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი სრული რესურსები. იმიტომ რომ ეკონომიკურ ფაქტორებში, რომელსაც რეალურად მოაქვს გაბრწყინება, არ მოიაზრება მხოლოდ ფული, მოიაზრება მიწა, მოიაზრება ადამიანური რესურსები, მოიაზრება მეწარმე სული, მოიაზრება ის სოციალური კაპიტალი, რომელიც ჩვენ ნამდვილად გაგვაჩნია. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ყველა სიტუაციაში წამყვანი ფიგურები, სადაც ჩვენ ვიყავით. და თუ კი ჩვენ შეგვეძლო რომ გამختარიყავით ისეთ ინტელექტუალურად რთულ, ესე ვთქვათ, სპორტში, როგორც არის ჭადრაკი, მსოფლიო ჩემპიონები, ისეთ ძლიერ სპორტში, როგორც არის ძიუდო, მსოფლიო ჩემპიონები, ასევე სხვა სახის გამარჯვებულები, ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით ტრადიცია და ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენ ვიმარჯვებთ დღესაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ბიზნესის გამარჯვების ტრადიცია. ამ გამარჯვების ტრადიცია ჩვენ ვერ შევქმნით, თუ ჩვენ არ ჩავერთვებით ბიზნესში უფრო აქტიურად. აქტიურად ჩავმის შემთხვევაში ჩვენ უკვე გვექნება ის უშუალო უნარჩვევები, რომლებიც საჭიროა ყოველი პრობლემის გადასალახად და ჩვენ არ დავიწყებთ ლოდინს, როდის გადაგვიჭრიან პრობლემას, ჩვენ ჩავერთვებით ჩვენ თვითონ ამ პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ გაწერილი პროგრამა გვაქვს, ასე ვთქვათ, მე მას არ მიყვარს ესეთი სლოგანური გამოთქმები, მე მას დავარქვი 1200 დღიანი საპრეზიდენტო პროგრამა, იმიტომ რომ 1200 სამუშაო დღე არის 5 წელიწადში, თუმცა ეს ჩემზე არ ითქმის, მე ვმუშაობ 365 დღე და ყველა ვინც მიცნობს იცის რომ მე ვმუშაობ ეხლაც კი 16-18 საათი. და მე არ ამგონია რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში ნაკლები მუშაობა დავიწყო, ანუ ჩემი სამუშაო დრო არ იქნება 1200 დღე და იქნება სულ მცირე ორჯერ ამდენი, მაგრამ მიუხედავად ამისა 1200 დღეში ჩვენ გავწერეთ, რას გავაკეთებთ, რა შევთავაზებთ ხალხს, რომელი რეგიონი რა პროგრამაში ჩაერთვება, ჩვენ გავწერეთ, რა გაკეთდება, გავწერეთ, რა ბიზნეს გეგმებზე დაყრდნობით გაკეთდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის ბიზნესი, ამან უნდა მოიტანოს მოგება, ჩვენ გავწერეთ რა ფინანსებით დაფინანსდება ეს ყველაფერი, ანუ საიდან მოვიძიებთ ჩვენ ფინანსებს, რომელი ინვესტორები და რომელი საფინანსო ინსტიტუტები ჩაერთვებიან ამ ყველაფერში, ჩვენ გავწერეთ ვინ იქნებიან ჩვენი პარტნიორები ამ ინიციატივაში, ჩვენ გავწერეთ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება უშუალოდ ამ ყველაფერში და ასევე გავწერეთ თუ რამდენი ფული შევა ბიუჯეტში. რა თქმა უნდა, ახლა მე არ ვაკეთებ ჩემი ორგანიზაციის პოპულარიზაციას ამ წუთას და ამიტომ დეტალებზე საუბარს რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მხოლოდ არჩევნების შემდეგ ყველა ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, მაგრამ დღესდღეობით რაც მე მინდა თქვენ გითხრათ, მე მინდა უთხრა ის ქართულ ხალხს, რომ ავიღოთ ინიციატივა ჩვენს ხელში. მით უმეტეს რომ ახალი კონსტიტუციით პრაქტიკულად მე შემეძლება როგორც პრეზიდენტს თქვენი რეფერენდუმის მიხედვით მივიღო საკვანძო გადაწყვეტილებები, ანუ პრაქტიკულად მე დამიტოვეს ძალაუფლებად პრაქტიკულად თქვენი ხმები. რახან მე დამიტოვეს თქვენი ხმები, მე მოგმართავთ თქვენ, რომ დავდგეთ ერთად, გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად ჩვენი რესურსები, გავაერთიანოთ ყველანაირი რესურსები, ვისაც რა შეუძლია. ზოგს შეუძლია შრომა, ზოგს ინტელექტუალური მონაცემები აქვს მაღალი, ზოგს ფიზიკური მონაცემები აქვს ძლიერი
ძალა ფიზიკური, ვისაც რა შეგვიძლია, ვისაც რაღაცა კავშირები გვაქვს ჩვენ პრაქტიკულად გლობალური კავშირები უკვე ქართველებს ისედაც გვაქვს, იმიტომ რომ 23 წელიწადია ჩვენ გავედით უკვე დავნათესავდით უცხოეთთან, ჩვენ გვყავს დედები, შვილები, ნათესავები საზღვარგარეთ, მოვიზიდოთ მათი ძალა, მათი რესურსები, მატერიალური, ინტელექტუალური, სოციალური, ყველანაირი რესურსი, რომელიც კი საჭიროა და რომელიც კი შესაძლებელია დღევანდელ რეალობაში. რახან თქვენ ხართ ჩემი პარტია, რახან თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც შეუძლია მე მომცეს მანდატი, რომ მათი ინტერესი გავატარო, მე გთხოვთ თქვენ დღეს ამ წუთას ამჟამად არჩევნების წინ გავერთიანდეთ თქვა ჩვენი სიტყვა და დღესვე დავიწყოთ. ნუ დაველოდებით ამ ხვალინდელ დღეს. ეს ხვალინდელი დღე არასოდეს არ დადგება თუ კი ჩვენ ლოდინის რეჟიმიდან არ გამოვალთ. იმიტომ რომ ეს მომავალი ჩვენია პირადად მე მესმის უკვე 20 წელიწადია და ეს მომავალი რომ დადგეს, ამიტომ უნდა დადგეს დღეს. 1 საათშიც მომავალია 2 საათშიც და ამიტომ დავაყენოთ ეს საკითხი მწვავედ დღესვე. მე ვაგებ პასუხს ყველა სიტყვაზე, რომელსაც ვამბობ და სურს რომ ჩემმა კოლეგებმაც, ოპონენტებმაც, კონკურენტებმაც ყველა მაგოს თავის სიტყვებზე პასუხი. როდესაც ჩვენ დავიწყებთ ამ პასუხისგებას და როდესაც ჩვენ გავითვალისწინებთ არსებულ რეალობას, ეს მომავალი დადგება დღესვე და ჩვენ შვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას ჩემ შვიდიანთან ერთად. ეხა კონკურენტი მე მყავს 22, იმიტომ რომ არის 23 კანდიდატი. მე არავის ძალას და არავის რეალურ შანსს არ დავაკნინებ, არ წამოვწევ არავის პრიორიტეტებს. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ ის რომ თქვათ ვიღაცა მეტად ცნობადი ან მეტად ან ნაკლებად ცნობადი არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ცნობადი უნდა იყოს გაკეთებული საქმით. ბატონო პოლიტიკურ გამოცდილებას რაც შეეხება ჩემი ორგანიზაცია, ანუ გლობალური ბიზნესი განვითარების ცენტრი გლობალურ ბაზარზე წარმოადგენს ეგრეთ წოდებული აუთსორსინგის სისტემას. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იქნას გამოყენებული ის ინტელექტუალური ძალა, თუ ფიზიკური ძალა, თუ მატერიალური ძალა, რომელიც არსებობს გლობალურად დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ქართული რეალობის და ქართული პრობლემების გადაჭრა. ამიტომ თქვა შეიძლება მე უშუალოდ ოდნავ ნაკლები, მე ვიტყოდი ოდნავ ნაკლები, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ პოლიტიკასა რაღაც დონეზე ექსპერტის სახით შეხება მე მაინც გქონდა. ამიტომ რაღაც დონეზე ვთქვათ, უნარჩვევები, რომლებიც რა თქმა უნდა მე ამ წუთას არ მაქვს, ეს ჩემთვის სიახლეა, ელემენტარულად პრესკონფერენციის უნარჩვევების კი ჩემთვის ახალია. ამიტომ მომიტევეთ რაღაც ხარვეზები, მაგრამ ამისთვის მე შემიძლია გამოვიყენო ის რეალური, ინტელექტუალური, პოლიტიკური, ფიზიკური ძალა, რომელიც საქართველოს აქვს, მაგრამ იმის გამო რომ ერთ მართლობის სისტემაზე ვართ ჩვენ სულ დაფუძნებულები და სულ ველოდებით, როდის მოვა ვიღაცა ერთი ადამიანი და მოაგვარებს ყველას პრობლემას, ამიტომ არასოდეს არ ხდება იმ ერთი ადამიანის მოსვლა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. ის რომ ჩემს ჩემ შანსებს მე შევაფასებ ჩემ შანსებს შემდეგნაირად. მე მოვდივარ იდეით, მე მოვდივარ ბიზნეს გეგმით, მე მოვდივარ ნოუ-ჰაუთი, მე მოვდივარ ფულით, მე მოვდივარ საკვანძო კადრებით. და თუ კი მე შევძლებ მივაწოდო მესიჯი ადამიანებს დამერწმუნეთ, მე ძალიან დიდი შანსი მაქვს, იმიტომ რომ მე მოვდივარ იმ პრობლემების გადაწყვეტით, რომელიც დღეს რეალურად ჭირდება საქართველოს. უბრალოდ რა თქმა უნდა, მე თვითონ ესე ვთქვათ, მარკეტინგის სპეციალისტი ვარ და ამიტომ ვიცი, რომ თვითონ მესიჯის გაგზავნის ინტენსიურობის შანსი მოკლე დროში ცოტაა, თუმცა არსებობს 21 საუკუნის ტექნოლოგიები, არსებობს მაგის ნოუ-ჰაუც, მე მაქსიმალურად შევეცდები, რომ მივაწოდო მესიჯი ჩემ ამომრჩეველს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამომრჩეველი, რომელიც გაიგებს ჩემს მესიჯს და მესიჯი არის შემდეგი, რომ შენი ძალა, შენი პოტენციალი, შენი უნარჩვევები გამოიყენე და ჩვენ დაგეხმარებით იმაში, რაც ნაკლულია და რაც არ აგავს ამ წუთისთვის. ამ წუთისთვის ხვალ საქართველოს დაეხმარება სხვა ქვეყნებს. ჩვენ ამის რეალური შანსი გვაქვს. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მე ვცხოვრობდი ძალიან ბევრ ქვეყანაში, თუმცა მოკლე დრო, ამიტომ არ იფიქროთ, რომ არა ლეგიტიმური პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ.
მოკლედ რო ვცხოვრობდი, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ვცხოვრობდი, მე მოვიარე 50 ქალაქი პირადად და შემიძლია გითხრათ, რომ არავისზე უარესები თუ უკეთესები არა ჩვენ არ ვართ. ჩვენ არ ვართ არავისზე სუსტები, არავისზე გონება ჩამორჩენილები და ის რომ ჩვენ დღესდღეობით გაგვიჭირდა ადაპტაცია კაპიტალიზმთან, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან კაპიტალიზმი არ დადგა და მე უნდა ვიყო პირველი პრეცედენტი კაპიტალიზმის დადგომის. და თუ კი კაპიტალიზმი დადგება პრაქტიკულად თქვენ მამომრჩევლები, თქვენ თვითონ განავითარებთ საქართველოს ზემოდან ანუ ერთპიროვნული ადამიანის განვითარება არ ესაჭიროება. საქართველოს ჭირდება საკუთარი რესურსების გაერთიანება და პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე. იქნება ეს პოლიტიკური ბაზარი, იქნება ეს ეკონომიკური ბაზარი, იქნება ეს სოციალური ბაზარი თუ თუნდაც რელიგიური ბაზარი. იმიტომ რომ უკაცრავად ამ სიტყვას რო ხმარობ, მაგრამ დამერწმუნეთ რომ საქართველოს როგორც 8000 წლიანი ისტორიის სახელმწიფოების ისტორიის ქვეყანა არის ვეტერანი, დედამიწის ვეტერანი როგორც სახელმწიფო და მერწმუნეთ საქართველოს რო არ ქონოდა რესურსები და საქართველოს რო ყოფილიყო ერთ ადამიანზე დამოკიდებული რომელიმე ეტაპზე, იქნებოდა ეს ნინო ჭანიშვილი თუ ვინმე სხვა 8000 წელი ვერ გადარჩებოდა. აი საკუთარი დრო მოდიან, იმიტომ არ ხდება არაფერი. მე მოვდივარ სოციალური კაპიტალით და კაპიტალით, რომელიც ფინანსურად დგას ჩემს ჯგუფში. ჩვენი ორგანიზაციის ჯგუფი არის 270 ქალაქში და წარმოადგენს ამ წუთისთვის 15000-ზე მეტ რეგისტრირებულ წევრს და ასევე ქსელს, რომელშიც გაერთიანებულია 4 მილიონზე მეტი კომპანია. ამიტომ ჩვენ შანსები გვაქვს რეალური, რომ საქართველოს ჩაართოთ ამ პროცესში. ამ წუთისთვის სამწუხაროდ ძირითადად ეს პროცესი მიდის თურქეთის ინტერესით, მიდის იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის ინტერესით, ევროპის ინტერესით, იმიტომ რომ საქართველოს არ არის ჩართული გლობალურ დინამიკაში. საქართველოს არის ჩართული მოკლე ვადიანი, მოკლე პერსპექტიულ არანაირად მულტინაციონალურ პროექტებში და ამ არამულტინაციონალურ და მოკლე პროექტებით საქართველოს გრძელვადიან გეგმებს ვერ შეასრულებს. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი პროექტები, რეალური პროექტები და მე ვხედავ რომ იმ ჯგუფის მხრიდან, რომელსაც მე ხშირად ხვდები კონფერენციებზე და წარმოადგენენ ქართულ მთავრობას და ქართულ ბიზნესმენებს, არის რაღაცა ჩანასახი ინტერესის, ჩანასახი რეალური პერსპექტივის და მე ჩემი ჯგუფით, ჩემი უცხოელების და ქართველების ჯგუფით თანახმავარ და მზად ვარ ნებისმიერი კოოპერაციისთვის. და ამიტომ მე ვამბობ რომ ჩვენ გვაქვს რეალური შანსი. შანსი გვაქვს, იმიტომ რომ თვითონ პრინციპი, რომელსაც ჩვენ მოვდივართ, არის ძალა ერთობაშია. საერთოდ არ იცოდნენ ჩემმა დამფუძნებელმა პარტნიორებმა, რომელმაც თქვეს რომ მოდი ჩვენი გამაერთიანებელი ძალა იყოს ჩვენი ესე ვთქვათ ლოზუნგი და ესე ვთქვათ უბი კონკორდია იბი ვიქტორია იქნა არჩეული ჩვენ სლოგანად, რაც ნიშნავს იქ სადაც ერთობა იქ არის გამარჯვება. მე ვუთხარი რომ ჩვენ ძალა ერთობაშია გქონდა უბი კონკორდიამდე ალბათ თქოდა. ამიტომ გამოვიყენოთ ჩვენი უფრო დიდი, უფრო ვეტერანული გამოცდილება, გამოვიყენოთ ეს და გავერთიანდეთ. აი ეს არის ჩემი მოწოდება და იმის პასუხი, რომ რისი შანსი მაქვს მე. რა თქმა უნდა. ბადენო? ხო, საგარეო პოლიტიკაზე ხარ, როდესაც ხარ გლობალური ბიზნესის განვითარების ცენტრის პრეზიდენტი, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაც დონეზე ჩართული ხარ საგარეო პოლიტიკაში. იმიტომ რომ გლობალური ბიზნესი ვერანაირად ვერ განვითარდება პოლიტიკური შეთანხმებების გარეშე. მე ვამბობ ესეთ რამეს და ყოველთვის მე ძალიან ხშირად მიწევს ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ხშირად მიწევს გარკვეულ პრემიერ-მინისტრებთან და პრეზიდენტებთან სხვადასხვა ქვეყნის შეხვედრა და სადაც კი მიწევს ლაპარაკი და მაქვს შანსი რომ ვილაპარაკო საქართველოზე, იგივე ამერიკის ასევე რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და მოდით ნუ ჩამოვთვლით 97 ქვეყანას. ამიტომ სადაც კი მაქვს მე საშუალება რომ ვახსენო საქართველოს, ყველგან ვამბობ, მე არ ვარ პრეზიდენტი დღეს და რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება რომ პოლიტიკური პირის ენით ვილაპარაკო, მაგრამ ვამბობ ერთ რამეს. ჩემთვის ყველაფერი არის მისაღები, რაც არის მისაღები ჩემი ქვეყნისთვის და რაც არის მისაღები ჩემი ქვეყნის ლოკალური და გლობალური ინტერესისთვის. მე რა თქმა უნდა ვაპირებ კოოპერაციას იმ ძალებთან, რომელიც ძალებიც
არ გამორიცხავს ჩვენს ფუნდამენტალურ მიმართულებებს და ის თვითონ ფაქტი, რომ ჩვენ კარგახანია ჩართული ვართ დასავლეთის სხვადასხვა პროექტებში და ევროინტეგრაცია ჩვენთან ისედაც დაწყებულია, ამიტომ კურსის შესვლაზე რა თქმა უნდა ლაბარაკი ზედმეტია და ამაზე მე არ ვაპირებ ჩაღმავებას, ესე ვთქვათ, ამ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ეს არ გამორიცხავს თვით ევროპაც, ევროინტეგრაცია ნიშნავს გაერთიანებას ევროპასთან ხვალზე. ის თუ უკვე გაერთიანებული და უკვე ევროპის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოებიც კი თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან და მათ შორის თურქეთთან და ყველა სხვა ქვეყანასთან. ამიტომ უნდა იქნას დაცული ქვეყნის ინტერესი პირველ რიგში. უნდა იქნას დაცული ქვეყნის ინტერესი და ქვეყნის ინტერესი რო იყოს დაცული, ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს რაღაც ისეთი, რითიც ჩვენ უფრო მეტი სიტყვა გვეთქმის და რითიც ჩვენ უფრო მეტი სავაჭრო დივიდენდის მიღება შეგვიძლია. ეს დივიდენდი მოვა პირველ რიგში მაშინ, როცა ჩვენ გავძლიერებით, ძალით გავძლიერდებით როგორც ეკონომიკური მოთამაშე საერთაშორისო ბაზარზე. როცა ჩვენ გავძლიერდებით ეკონომიკური მოთამაშის რანგში, ჩვენთან აუცილებლად წამოვა მოლაპარაკებაზე ჩვენი დაგარგული რეგიონები, მე მათ ქვეყნებად რა თქმა უნდა არ მოვიხსენიებ, ჩვენი დაგარგული რეგიონები რა თქმა უნდა წამოვლენ ჩვენთან კოოპერაციაზე და მე უნივერსიტეტის 4 წელიწადი ვისწავლე გერმანიაში, ვცხოვრობდი სადღაც 6 წლამდე გერმანიაში და ალბათ თქვენ მშვენივრად დაინახეთ, რომ გერმანია გახდა ევროკავშირის გამაერთიანებელი ძალა და პირველი ძალა ევროკავშირში ფინანსურად, ეკონომიკურად და მიაღწია გაერთიანებას მას, რასაც ვერ მიაღწია ვერანაირმა ომმა, თუმცა ორი ომი გაიარა მანამდე გერმანიამ. ომით გერმანია დაზარალდა, ეკონომიკით გერმანია გაძლიერდა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეკონომიკა და ამით გავაძლიეროთ ჩვენი ფუნქცია რეგიონში. ფუნქცია რეგიონში გაძლიერდება თუ არა, ჩვენ სულ სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან ნებისმიერი მოთამაშეები, ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშეები და აი ეს არის ჩემი მესიჯი, როგორც კონფლიქტების გადაჭრის საშუალება. ორგანიზაციას ქვია GBDC, ანუ Global Business Development Center. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი საიტის რესტრუქტურიზაციას, იმიტომ რომ გვინდა რომ უფრო კარგად იქნეს პროექტები წარდგენილი და ორშაბათიდან სრული ინფორმაცია იქნება დადებული საიტებზე და თქვენ შეგეძლებათ მე აუცილებლად გავიმარჯვებ. კი არ გეგმავ, მე აუცილებლად გავიმარჯვებ, იმიტომ რომ მომავალი არის ჩვენი და თქვენ ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით და პირველი ჩემი ხმის მომცემები იქნებით თქვენ, იმიტომ რომ თქვენ გეყოლებათ აუცილებლად ახლობლები, რომელსაც ესაჭიროება ეკონომიკური გზით პრობლემების გადაჭრა. თორე თქვენ დასაქმებულები ხართ ღმერთის მადლით, როგორც ხედავ.